ოპოზიციურმა ალიანსმა დაანონსებული გეგმის შესაბამისად რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. პირველი ასეთი შეხვედრა ქუთაისში დახურულ ფორმატში გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია თავისუფალი იყო, პირველი შეხვედრისადმი ინტერესი არც ისე მაღალი აღმოჩნდა. მედიის წარმომადგენლებს ღონისძიების გადაღების საშუალება არ მისცეს. შეხვედრა დაატოვებინებს რეგისტრაცია გავლილ ერთ-ერთ მოქალაქესაც მას შემდეგ, რაც აღნიშნულმა პიროვნებამ ტელეფონით რამდენიმე ოპოზიციონერ პოლიტიკოსთან ინტერვიუ ჩაწერა. როგორი იყო შეხვედრა თან ღიაო საჯარო და გამომიშვეს გამომაგდეს. თქვა კოცი ხარო შენო ჩემი არხი მაქვს TikTok-ზე, ჩემი მოსაზრება გამაჩნია, ჩემ აზრს ვაფიქსირე პოლიტიკურ შეხედულება მაქვს ჩემი და ამის გამო გამომაგდეს ხა. რა პოლიტიკური შეხედულება დააფიქსირეთ, რა მოხდა? არაფერი არ დამიფიქსირებია, გიგი წერეთელი ჩავწერე თავიდან ვესაუბრე და მე როცა მოვიდა ორი ადამიანი და შენო კოცი ისახარო რა ქვია. მეც როგორ მითხა კოცი TikTok-ერი ხარ და დატოვა შენ როგორ მეთქი რეგისტრაცია გავიარე ვერ გადაწყვიტეს ჯერ დაჯიქიო მე ადიქიო და მე გამომიშვეს ესე გარეთ გამომაგდეს ჩვენ არაფერი არ გვაქვს დასამალი, მაგრამ აქ ესტრებიან ადამიანები, რომლებსაც შეიძლება გულახდილი საუბარი უნდა ჩვენთან და ჩვენ ავტორიტარულ ტირანიისკენ გარდამავალ რეჟიმში ვცხოვრობთ და არ გვინდა ჩვენი მხარდამჭერები ჩავაგდოთ იმ მდგომარეობაში, როდესაც მათ მოუწევთ რაღაცა კითხვებისგან თავის არიდება. ჩვენ გვინდა ძალიან გულახდილი დიალოგი და ბუნებრივია ამას თქვენც არ ახართ შუაში. ჩვენი მედიისთან დასწრებითაც არ ვაკეთებთ ხოლმე.